მეგობრებო, მე მინდა დავიწყო სამძიმრით ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ის იყო ჩემი მკითხველი და მასთან გარკვეული სულიერი კავშირიც მქონდა. მას ჩემთან და მე მასთან. იმდენად, რამდენადაც მან ჩემი წიგნების წაკითხვის შემდეგ რამდენჯერმე მოუწოდა თავის მრევლს, რომელიც ყავდა ძალიან დიდი რაოდენობით, მოუწოდა თავის მრევლს წაეკითხათ ჩემი წიგნები. და თავის აზრს, რა თქმა უნდა, მე ვერ მომაწვდიდა, მაგრამ მისი განწყობა ნახეს მისმა მრევლმა. და ამიტომ მათაც დადებითი განწყობა შეექმნათ ჩემს მიმართ, რისთვისაც ბერნიკოლოს აწუქე გარდაცვლილს დიდ მადლობას უხდი. და ვწუხარ მართლაც, რომ ის ვერ გავიცანი, როდესაც საქართველოში ვიყავ. მე გეტყვით თქვენ, რომ ამ ადამიანმა, რაც მე ვიცი, წმინდა ცხოვრებით იცხოვრა. პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრა და პატიოსნად გაიარა თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრების გზა, ისევე როგორც მისმა მასწავლებელმა ბერი გაბრიელმა, წმინდანად შერაცხულმა ბერმა გაბრიელმა. და რომ იტყვიან, ისინი იმდენად ახლობლები იყვნენ და ბერი ნიკოლოზი ისეთი მიმდევარი იყო თავისი მასწავლებლის, რომ მოვა დრო და იმ გამდიდ ცხოვრებას, იმ პატიოსანი ადამიანის ცხოვრებას, იმ წმინდა ბერის ცხოვრებით, რომლითაც იცხოვრა, მოვა დრო, როდესაც დაადგება საკითხი მისი წმინდანად შერაცხვისა, ისევე როგორც მისი მასწავლებლისა. მე ვფიქრობ, ის ურთიერთობა, რაც მის მრევლში ჩამოყალიბდა, არ დაიკარგება მისი გარდაცვალების შემდეგაც და ეს ადამიანები არ დაკარგავენ ერთმანეთს. შეძლებენ შეინარჩუნონ ერთობა და ბერი ნიკოლოზის სახელის შესანარჩუნებლად მისი იმ ამაგისა, რომელსაც ის წევდა თავისი მრევლის მიმართ, ამას არათუ შეინარჩუნებენ, არამედ გაავრცელებენ და გადასცემენ კიდევაც. და ამიტომ ვამბობ, არ გამოვრიცხავთ, რომ მოვა დრო, როდესაც თვითონ ეკლესიაც გაითვალისწინებს იმას, რა ცხოვრებას გაიარა ბერმა ნიკოლოზმა და გაითვალისწინებს მრევლის განწყობასაც და მას ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა და ოდესმე გულიც მიუბრუნდებათ ბერი ნიკოლოზისკენ. და ის კონფლიქტი ამოიწურება, რომელიც ოდესღაც მათ შორის წარმოიშვა. და სრულიად მე ვფიქრობ ხელოვნურად. აცხონოს მისი სული. ვწუხარ, რომ მის გასვენებას ვერ დავესწრები. გამარჯობათ, მეგობრებო. მე დავიწყებ შეკითხვით. რატომ გეშინიათ სიმართლისა? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. თუ არ მოგწონს, შეცვალე. თუ არ ცვლი, ესე იგი შენი არჩევანია. და რახან შენი არჩევანია და არ ცვლი, მაშინ ნუ წუწუნებ. დიახ, კაცრი მიდგომაა, მაგრამ სამართლიანი. ყოველდღე წუწუნებ. უკვე ყველა შეაწუხე ამით, მაგრამ არ ცვლი იმას, რაც არ მოგწონს. არათუ არ ცვლი, არამედ ხმას აძლევ არჩევნებში. რომ ყველაფერი ისევე დატოვოს, როგორც არის. შენ დანებდი ჩუმად განცხადებებისა და მოქმედებების გარეშე. ეს დანებებაა, სხვა არაფერი. ჩივილი, როგორც ასეთი, პირდაპირი მნიშვნელობით არ არის არც თხოვნა, დახმარების ან ცვლილების მოთხოვნა. ეს არის მხოლოდ გზა, რომ საკუთარი გაახსენო, რომ ჯერ ცოცხალი ხარ. მაგრამ ყველაფერი გინდა მიიღო ბრძოლისა და მოძრაობის გარეშე. ცვლილება თითქოს თან გინდა, თანაც გეშინია. ვაი თუ უფრო უარესი იყოსო. დიახ, ეს შეგრძნებაც აქვს მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას. რატომ? იმიტომ, რომ ცვლილება ყოველთვის ის არ არის, რასაც მოელი საბოლოო ჯამში. თანაც ცვლილება და გარდაქმნა ყოველთვის არ არის სასიამოვნო და მარტივი გადასატანი. ეს მოითხოვს ძალისხმევას, გაურკვევლობის დაძლევას და გზადაგზა შეცდომების გამეორების სურვილს.
ეს ადამიანშია ჩადებული, ამიტომ აქ ახალი არაფერია. სწორედ ამიტომ ირჩევს ადამიანების უმეტესობა წულწულს და არა მოქმედებას. ესეც რეალობაა. დიახ, იმიტომ რომ ეს უფრო იაფი და თანაც უსაფრთხოა. მაგრამ ასეთ არჩევანს თავისი ფასი აქვს. ჩვენ ამაზე გვისაუბრია სხვათა შორის. გადის წელი, გადის მეორე, გადის მესამე, გადის მე-13, მაგრამ შენ განვითარების იგივე სტატიკურ წერტილში ხარ გაჩერებული. მხოლოდ ცხოვრებისეული პრეტენზიების უფრო და უფრო გრძელი სიით. მთელი ცვლილება ამაშია. სია გაიზარდა, მაგრამ არ ამიდგომა. ულწრფელად გითხრეთ საკუთარ თავს. ნამდვილად გინდათ შეცვალოთ ის, რაც არ გსურთ და ის, რაც არ მოგწონთ. თუ უბრალოდ მხოლოდ წუწუნს ხართ მიჩვეული. ერთი პასუხი გამათავისუფლებელია, მეორე კი ყველაფერს ხსნის. აბსოლუტურად ყველაფერს. მათ შორის თქვენს მიდგომას და თქვენს ფსიქოლოგიურ განწყობას. გსურთ გაიგოთ რა გიშლით ხელს, შეცვალოთ ის, რაც ხელს გიშლით. შეცვალოთ ის, რაც არ გიხდებათ. მაშინ ყურადღებით მოусმინეთ და სხვებსაც გაუზიარეთ იმას, რასაც მოისმენთ. რომ რაც შეიძლება მეტნი იყვეთ ერთად, ვისაც გესმით რა გინდათ და რა ცვლილებას მოელით. ეს ძალიან პრინციპულია. ყველას რაღაცა უნდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს რაღაცა ბირთვს თითქმის ერთი და იგივე უნდა. ერთი მიდგომა, მაგრამ ისინი დაქსაქსულები არიან და როგორც წესი, საერთო მიზანს ვერ აღწევენ, იმიტომ რომ ვერ გამოთქვამენ თანაბრად იმას, რაც მათ აერთიანებდა, რაც მათ სურთ. როგორი დღევანდელი უნდათ და როგორ ხვალინდელს მოელიან. ამაშიც არის პრობლემა სხვათა შორის. ახლა ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ უნიკალურ ისტორიულ მომენტს საქართველოში. როდესაც ყალიბდება ახლო აღმოსავლეთის მსგავსი ოლიგომონარქია. ჩვენ ვიწყებთ გამოსვლის პროცესს საერთაშორისო სტრუქტურებიდან, რომელიც მოითხოვს სასწრაფო ანალიზს, რომელსაც უკვე უწოდეს ინტელექტუალური მიწისძვრა თანამედროვე პოლიტიკურ სამყაროში. და მარტო ჩვენ არა ვართ ასეთი. სხვა ქვეყნებიც აპირებენ ამის განხორციელებას. მსოფლიო იცვლება და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესეც არის. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე გათამაშებული დრამის მთავარი გმირი არის ოლიგარქი და ამავდროულად საქართველოს არაფორმალური მმართველი ბატონი ივანიშვილი. ეს რეალობაა და თქვენ ამაში ალბათ დამეთანხმებით. მე დარწმუნებული ვარ ამის შესახებ, თქვენ საუბრობთ სამზარეულოში, თქვენს მეზობლებთან, შეიძლება მეგობრებში, მაგრამ ძალიან ბევრი თავს იკავებს ამაზე საუბარს ხმამაღლა. იმდენად, რამდენადაც სამსახური აქვს და ეშინია არ დაკარგოს. ან მის ახლობელს აქვს ისეთი თანამდებობა, რომ არ უნდა მას რაიმენაირად ავდოს. თორემ ქართველები არ არიან უგუნური ხალხი, არ ესმოდოთ, რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩემი მიზანია ზოგიერთი მომენტი შეგახსენოთ, რომ არ ჩაიაროს ამ ყველაფერმა თქვენს გვერდით და ვერ შეამჩნიოთ. მხოლოდ ამას ემსახურება ჩემი მომართვა თქვენთან. ის რომ მთავარი გმირი და შემოქმედი ამ ყველაფრისა ოლიგარქიის არის ბიძინა ივანიშვილი, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის დასტურია უახლოესი სამარცხვინო ინციდენტიც, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლეკვივით დაყვებოდა უკან ორ ოლიგარქს. რითიც შეურაცხყოფდა საქართველოს ძალაუფლების სტრუქტურას, სტრუქტურის მთელ ვერტიკალს. თუმცა შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია ვერტიკალზე საუბარი. იმის თქვა, რომ ვერტიკალური ძალაუფლების სტრუქტურა, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი ხელისუფლება და ის შუშის კოლბაში ზის და იქიდან იწყება საქართველოს ხელისუფლება. და სწორედ იქ იცავს თავს და იქვე იცავს თავის ოჯახს. მე მგონი ესეც არ არის თქვენთვის ახალი. მაგრამ საჭირო იყო ესეც შემოხსენებინა მათთვის, ვინც დაიწყა. რაც გვეუბნება ისტორია და ბუნების მკაცრი კანონები,
არაფორმალურ მთავრობებზე საუბრისას. იცით, მე არ მაქვს მიდრეკილება ვინმე დავზოგო ზოგადად ჩემს მიმართულში. მე უბრალოდ ვცდილობ ხოლმე არ ვავნო ქვეყანას, არ ვავნო საერთო პროცესს, მაგრამ საქმე აუცილებლად უნდა ითქვას და თანაც ისე, რომ ადვილად გასაგები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვიტყვით და იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი აყვავდება. მე არც ის მიცდია, ოდესმე რომ ვინმეს დაუმსახურებელი იარლიყი მივაკეთო. არა, ეს ჩემი მიზანი სულაც არ ყოფილა და არ არის და იმედი მაქვს არც იქნება. ან პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად დიპლომატიური ბანალობობით გაურკვევლობაში დავტოვო მსმენელი თუ რისი თქმა მინდოდა, რას ვაპირებდი, რისი თქმა მინდოდა ხელისუფლებას. მე ყოველთვის პირდაპირ და ზედმეტი რევერანსების გარეშე ვსაუბრობ ხოლმე ხელისუფლებას. რადგან მინიშნებებისა და რევერანსების დრო წავიდა. ეს დრო გასული იყო. რადგან მათ ნდობისა და პოლიტიკური სანდუობის რესურსი უკვე ამოწურეს. და მათი პატივისცემის საზღვრებსაც დიდი ხანია გასცდნენ. ეს იმიტომ, რომ ბოლო წლებმა სრულად გამოაჩინა მათი სახე და ამიტომ ვერც მოითხოვენ დღეს რომელიმე მათგანი, რომ განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდეს ქართული საზოგადოებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან. და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონაც ხომ აზროვნებდა. იმას ხომ ვერ ვიტყვით, რომ აზროვნების უნარი წართმეულია. უბრალოდ ახლა ზოგი ინერცი და ზოგი მექანიკურად ასრულებენ თავის მოვალეობას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჩინოვნიკები, როგორც პოლიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ დიდი ხანია დაკარგეს პატივისცემა ქართული საზოგადოებისგან. ხშირად მაკვირვებს არა ხელისუფლება და საქართველოს სახელმწიფოს პატრონები, არამედ თვით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ისე ხშირად იცვლიან მომხრესა და მოწინააღმდეგის სტატუსს, დაჯერებას ვერ ასწრით, რომ თუ როგორ იცვლიან სახესა და ინტონაციას. წარმოუდგენელია. ისეთი სწრაფად ხდება სახეცვლილება, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგში, რომ მართლა ვერ ასწრით იმის გააზრებას, რამ გადაასვაფერეს, რამ მოახდინა მასზე ასეთი ზეგავლენა, რომ ასე მკვეთრად შეიცვალა პოზიცია და აზრი. და ეს ჩანს მათი გამოსვლებით, ინტერვიუებით, ბეჭდურ მედიაში თუ სატელევიზიო სივრცეში. ანუ ეს ჩვევიათ საქართველოში და ამას ჯერჯერობით ვერაფერი განმასწორებს. ეს ალბათ ქართული პოლიტიკოსების ხასიათშიც არის. მაგრამ ბევრი მათგანი გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ რბილად ნათქვამი ნახევრად სიმართლე და ასევე მინიშნებებით ხელისუფლებას ხმას გააგონებენ და უფრო მეტიც მათ შეამჩნია. თანაც ისე, რომ თანამშრომლობაც შესაძლებელი გახდეს და მათი სანდო მეგობრების წრეში შესვლაც კი მოახერხო. აი ასეთი ილუზებით არიან ძალიან ბევრი. მათ შორის თითქოს გონიერი ადამიანებიც, მაგრამ ეთყობა ეს საერთო ვირუსია ქართულ ოპოზიციურ სივრცეში. ეს ან გულუბრყვილობა, ან იქნებ სრული სისულელეც. არადა ყოველდღე ხედავთ ამ ადამიანებს სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე. ბევრი მათგანი შტატიანი პროპაგანდისტები არიან, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ სამსახურების მფარველობის ქვეშ არსებობენ. დიახ, მემკვიდრეობით ერგოთ და ბაბუადან მამაზე და მამიდან შვილზე გადავიდა. და ასე ემსახურებიან ისინი ერთ სისტემას. დაჭირდებათ მოემსახურებიან ერთ ხელისუფლებას და მთავრობას, მერე საჭირო იქნება და მათ გადაისვრიან შემდეგი ხელისუფლების მოსამსახურებლად და ასე გრძელდება ეს ათეული წლებია. უკვე შეიძლება მობეზრდათ კიდევაც ადამიანებს ამაზე ფიქრი და ამის შესახებ საუბარი. ეს თითქოს გამოუსწორებელი პროცესია. მაგრამ ძალიან ბევრი იმიტომ განიცდის ამ ყველაფერს, ეს ხალხი, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგო, რომ მოემსახურონ ერთ ხელისუფლებას, მეორეს, მესამეს და მეხუთეს, ყველაფრის მკადრებელი ხალხი. ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ნდობის ფაქტორი მათ უნდათ რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ
ისინი ქმნიან საინფორმაციო ველს. ისინი თითქოს ცდილობენ შექმნან ტრენდი. სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა. და მათი ხმა როგორც ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმის. იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად მიუწვდებათ ხელი და შესაძლებლობა იყვნენ ჩართული საინფორმაციო ველში. ესეც რეალობა. სამწუხაროდ, მაგრამ ეს რეალობა, რომელიც რა თქმა უნდა მოქმედებს რეალურ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, გონიერ ადამიანებს ახსოვთ მათი მოქმედება, შემოქმედება და პროცესი და მათი საქმიანობა ყველა ხელისუფლებასთან, როგორც ქარვასლის მოახლეები. იმიტომ რომ იქ კარგად უხდიდნენ და ახლაც კარგად უხდიან. ამიტომ ამ რეალობას ჯერჯერობით ჩვენ ვერ გავექცევით, ეს უნდა მივიღოთ როგორც ის მოცემულობა, რომელსაც ოდესმე და იმედია, რომ რაც შეიძლება მალე მიეცემა საზოგადოებას საშუალება იმათ თავისი ადგილი მიუჩნონ და გაუშვან პენსიაზე. ასაკის და მიუხედავად. ადრე ხელისუფლება ცდილობდა მოსახლეობისა და ოპოზიციის რისხვის ჩახშობას წამახალისებელი ლოზუნგებით და გაჟღერებული ფსევდოწარუმატებლობით. მაგრამ ახლა ამასაც კი ერიდებიან, რადგან ამჟამად სრულად გაკოტრებულები არიან. ეს დამამშვიდებელი მანტრები ინვესტიციებისა და გარდაუვალი ეკონომიკური გარღვევების შესახებ უკვე ჰაერში გაქრა. იმიტომ რომ ის ტრენდი, რომ არ იქ ხვალიდან საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყება, იმიტომ რომ თავზე დაგვეყრება იმდენი ფული, დაგვიჭირდება იმის მოძებნა საწავლებთ ამდენი ფული, ესეც გაქრა და ილია და აორთქლა. სტაბილურობის წყალობით მოპოვებული წინსვლისა უკვე აღარ აქვს. ესეც რეალობაა. თუმცა როგორც წესი ყველაზე კარგ პასუხს ხელისუფლების ბაქიბუქზე ეკონომიკური ზრდის შესახებ ყველაზე კარგ პასუხს იძლევა მაცივრის კარები. თანაც ყოველდღიურად. მართული გუნდის პრობლემა დღეს ისიც არის, უკვე ცოტა არ არის ის ადამიანი, ვისაც აღარ შეიძლება მათი სულელური და უტიფარი პროპაგანდის. იწყებს საზოგადოება და ზოგადად ხალხი დამორხიზლებას. ისინი ამტკიცებდნენ გახსოვთ, რომ ქვეყნის ცხოვრების დონე თითქმის დაეწია ევროპულ ქვეყნებს, რომ საქართველოს ეკონომიკა უკვე ევროპული სტანდარტებით ვითარდება. ეს უკვე თავხედობაც კი არ არის. ეს ფაქტიურად დანაშაულია. ასეთი რამ დააბოლო საკუთარ მოსახლეობას, რომელიც ყოველდღე ხედავს, რამდენად უფრო უჭირს ქვეყანას და უჭირს თითოეულ მათგანს. ამათ მიშას პროპაგანდას და თავხედობას გაასწრეს. ესეც ხო ფაქტია. დარწმუნებულია, თქვენ ამაზეც არაერთხელ გიფიქრებთ და გისაუბრებთ. და კორუფციით ხო საერთოდ ჯიბეში ჩაისვეს. თანაც რამდენჯერ. საქართველოს დღეს მთელ ევრაზიულ კონტინენტზე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს და ჯინის ინდექსის მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე ყველაზე დიდი უბსკრულია დიდრებსა და ღარიბებს შორის. ვიღაცამ შეიძლება ეს ოსმირმა გაატაროს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი სხვა დანარჩენთან ერთად, რომელიც შეიძლება ჩვენ ქვეყანას აკრინებდეს როგორც სხვა არაფერი. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. მაგრამ უკვე რამდენი ათეული წელია ამის გამოსწორება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. და როგორც ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, საქართველო მთლიანად შეწყვიტა ჯინის ინდექსის რეიტინგისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა ქვეყნის მძიმე სიტუაცია არ გაამშალოს. რამდენ ხანს შეუძლია ამისი დამალვა არ ვიცი, მაგრამ ეს იგივეა, როცა ოროსანი მოსწავლე თავის დღიურს უმალავს მშობლებს, რათა მათ არ დაინახონ და არ მოხდეს კარგად. მაგრამ ეს ხო რეალობაა, რახან მალავენ აქვთ დასამალი და არის რა უნდა დამალვა. აი ამ ფაქტის წინაშე დაგვაქმნეს სუპერა. და ეს მრავალწლიანი მტკიცება, რომ საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, უკვე ისეთი მანტრაა, რომელიც მოსახლეობაში დაუცველობის სინდრომს ქმნის. მაგრამ საქართველოში არსებული სიღარიბე პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მენტალობიდან მოდის და არა რეალობიდან.
დიახ, ეს მათი მენტალობაა, რომ თურმე წირი რესურსების ქვეყანა ვარ და ჩვენ რა ვქნათ. არადა ეს აბსოლუტური ფული. ბრძოლა მიდის იმაზე, ვის მეტი შეხვდება და არა იმაზე, როგორ უფრო გაუადვილონ ცხოვრება საკუთარ მოსახლეობას, მოქალაქეებს და ზოგადად საზოგადოებას. აი ეს არის პრობლემა. ანუ ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების თავშია ის პრობლემა, რომელიც შემდეგ პრობლემას უქმნის მთელ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას. არადა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ. პირველ რიგში ადამიანური რესურსი, გონიერებით. და ამიტომ საკმარისზე მეტი რესურსი გვაქვს, თუ მათ სწორად მართავთ. და იმაზე წუწუნი, რომ ჩვენ რაღაც არ გვაქვს, უბრალოდ დაუშვებელია. ეს საზოგადოების შეურაცხყოფაც კი. ჩვენ იმას მაინც ვიყენებთ, რაც გვაქვს. ის ნაწილდება საქართველოს მოსახლეობაზე. ამას აღიქვამენ და ხედავენ ქართული ოჯახები. არა. ანუ რაც არის, ისიც ხო არ ნაწილდება კანონიერად და სამართლიანად. ამიტომ რაზეა საუბარი? ცოტა გაქვს თუ ბევრი გაქვს, არც ერთი გაქვს და არც მეორე. ამ შემთხვევაში. ამიტომ ვისათუები? საზოგადოებას რა თქმა უნდა და არა საკუთარ თავს. ჩვენ უკვე ეს ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, რაზე იყო საუბარი და რაოდენობის თანხები. ფულით თუ ოქროთი ამოიღეს მათი სარდაფებიდან თუ ავტოფარეხებიდან. ზოგჯერ პოლიტიკოსებს ეპიფანიური სინდრომი ემართებათ. რაც არის უეცარი გამჭრიახობა, ღრმა სულიერი გაცნობიერება, ან ღვთაებრივი არსის გამონათება და განცდა. როდესაც აცხადებენ, რომ თურმე ჩვენ რესურსებით მდიდარი ქვეყანა ვართ. მაგრამ ამ წამოწმენისთვის შეიძლება ის დაისაჯოს კიდევაც, იმიტომ რომ როგორ გაბედება ეს როგორ თქვა. იმიტომ რომ ეს მანტრა ხომ არსებობს ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ღარიბი რესურსებით და ასე შემდეგ. და ვიღაცას თუ წამოწდა და ეს თქვა, ის შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს თამაშგარებ მდგომარეობაში. დიახ, ესეც რეალობაა. და ის ვინც ამბობს, რომ თურმე ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ რატომღაც ეს სიმდიდრე არ აისახება ამ მიწაზე მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას. ეს უკვე ყველას მას სცილდება და სათანადოდ რომ მოусმენთ ვინმეს ასეთ პოლიტიკოს ან ჩინოვნიკს, უნდა იცოდეთ, რომ იმას მალე დაატოვებინებენ სამსახურს ან გარკვეულ თანამდებობას. და ეს სიმდიდრე თუ რამე გააჩნია საქართველოს, მხოლოდ მათთვის არის, ვინც ხელისუფლებაში არიან და სულაც არ არის საჭირო ამის შესახებ იცოდნენ საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა. დიახ, სწორედ ამ ხალხმა იციან იმის შესახებ, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებიდან კერძო ბიზნესში გადადიან და ასე მიგრირებენ ერთი შემოსავლიანი ადგილიდან მეორე შემოსავლიანი ადგილისკენ. ეს უკვე ჩვეულებრივი სპორტის სახეობაა საქართველოში. მუდმივად გადაადგილდებიან სახელმწიფო ოფისებიდან კერძო ოფისებში და მერე უკან ბრუნდებიან სხვადასხვა мотивაციით და სხვადასხვა მიზეზების გამო. იქ მოწოლიან ბიუჯეტს, შემდეგ ბრუნდებიან თავის ბიზნეს ოფისში. უკვე როგორც წარმატებული ბიზნესმენი. ანუ მოწოლიან სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფოს, მერე ბრუნდებიან უკვე თავის ბიზნეს ოფისში და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებიან. თქვენ ამის შესახებ გსმენია? რა თქმა უნდა გსმენია. და თუ თქვენ ამის შესახებ ვიცით და ისინი ამას აგრძელებენ, მაშინ ყველაფრის ღირს უყოფილებთ. რადგან თავმოყარი საზოგადოება ამას არ დაუშვებთ. დიახ. უკაცრავად, მაგრამ ასე უნდა გითხრათ პირდაპირ. თავმოყარი საზოგადოება ამას არ დაუშვებთ. და მას შემდეგ რაც ვნახეთ, რა ფული და ქონებები ამოიღეს მათი სარდაფებიდან, მათი სახლებიდან, მათი ბინებიდან, ეს ხელისუფლება არ უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. უკვე ერთ კვირაში ახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, რომ ყველა შეეცვალა საზოგადოებას. ყველა დედაბუდიანად. მაგრამ გამოდის ისე, რომ ის ვინც შუშის კოლბაში ზის, იმან გადაწყვიტა დარჩეს და დატოვოს სულ. მაგრამ აი ზოგიერთები გაუშვას ციხეში. რა ქვია ეს? რომელი თავმოყარი საზოგადოება აიტანდა ამას? და ეს ტესტი რო ჩაატარეს და გაუვიდათ,
ეხლა საზოგადოების თამასამ კიდევ უფრო ქვემოთ დაიწია, იმიტომ რომ ამ საზოგადოებამ ეს ადვილად გადაყლაპა. რამდენიმე გამოხმაურება ჰქონდა ძალიან მოკლე ვადაში, ილაპარაკეს საზოგადოებაში ამის შესახებ, ივიშვიშეს, ლანցხეს, მაგრამ დამშვიდდნენ. თითქოს ამითი მხოლოდ რაღაცა მოემატათ მათ და მათ ოჯახებს. არაფერი. პირიქით დრო დააკარგვინეს და დროებით საკუთარ მაცივარს მოაციეს. ხშირად არ შეეხედათ შიგნით. აი ეს არის რეალობა. და ხელისუფლება დარჩა. თუ მეცნიერს, პოლიტიკოს ან მოქალაქეს აქვს ღრმა ისტორიული და სამეცნიერო პერსპექტივა, სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი, მას შეუძლია ადვილად გაავლოს ანალოგია მართველი კლანისა და არაბული ხალიფატის მონღოლ დამპყრობლებსა და ან სპარსეთის იმპერიის ქმედებებთან. მათ გაძარცვეს საქართველო და ვინც მათ ემსახურებოდა, არანაკლებ შეულობდნენ მოსახლეობისგან ხარკის აკრეფით. დიახ, მათაც ეკრობოდათ ხელზე ისაც რასაც ხარკის სახით იღებდნენ მოსახლეობისგან. დღეს ეს პარალელი თქვენთვის არ არსებობს. ხარს კრიფავენ, ჩვენ ვუხდით საერთაშორისო სავალუტო ფონდს, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვის ხარჯზე? საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. იმიტომაც დაანგრიეს საბჭოთა კავშირი, სოციალისტური სისტემა, რომ ჩვენი ქვეყნებიდან ფულის საჭრელი მანქანა ციხაფაზატრონი შეექმნათ. შექმნეს. აი ესეც რეალობა. და ამაზე რატომღაც არავინ არ ფიქრობს. ერთი პარტია არ გამოჩნდა, ერთი პოლიტიკური ძალა ან გაერთიანება არ გამოჩნდა, რომელიც ამაზე ისაუბრებდა, რომ ის მოდელი, ის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მოდელი, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში, საქართველოსთვის უვარგისია. ეს არის გზა არსაით, რომელიც ვერ განავითარებს ქვეყანას და ვერ მიგვიყვანს ჩვენ რაიმე წარმატებამდე. ერთი საფეხურითაც ვერ ავიწიეთ წინ მთელი ამ ათეული წლების მანძილზე. ერთი საფეხურითაც კი ვერ ავედით ზემოთ. მხოლოდ დავჩეჩანაგდით, გავნახევრდით და კიდევ უფრო ქვემოთ ვეშვებით. აი ეს არის რეალობა. ამაზე არავის არ უდასაუბრა. რატომ უნდა დაჭირდეთ? არის ერთი ოლიგარქი, რომელსაც ყავს გუნდი, ისეთივე ბრძარცულებისა, რომლებიც ასრულებენ ამას შესანიშნავად. ღატაკი ხალხი და ტურისტების თუ შემოსახლებულების დიდი მასა, რომელიც გასახანს არ მისცემენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ რაღაცა საკუთარი შექმნას. ეს მოქალაქეები არიან მეორეხარისხოვანი მათთვის. მთავარი არიან ისინი, ვინც ფულით შემოდიან ქვეყანაში. ამაზე ჩვენს გვისაუბრია და ხშირად მსმენია სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა ტელევიზიებში მსგავსი მოსაზრება. და ამაში გასაკვირი არც არაფერია. ძალიან ბევრს ეს საკითხი აწუხებს. და როგორც ახლა გითხარით, ისინი, ვინც ამკრეფები იყვნენ სხვადასხვა დამპყრობლების ეპოქაში, ისინი ყველაზე მდიდარი ადამიანები გახდნენ შემდეგ, იმიტომ რომ გაატყეს ქვეყანაც და ხალხიც. დღეს ასეთები გვყავს ხელისუფლების სახით. დიახ, ზუსტად ის როლი აქვთ, რაც თავის დროზე ამ ხარკის ამკრეფებს ის სპარსელების თუ მონღოლების დროს. მე მინდა რომ ამის შესახებ ვიფიქროთ და გაითვალისწინოთ, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარეს დარჩეთ. გასულ საუკუნეში ადამიანები შეგნებულად სწირავდნენ გარკვეულ ყოველდღიურ მსხვერპლს, რადგან ესმოდათ რა დიდი მიზანი იყო წინ. დიახ, ეს კარგად ესმოდათ. რისთვისაც თავს სწირავდნენ და ღირდა ამ თავის გაწევა. და სწორედ ამიტომ მათ წარმატებით ააშენეს განვითარებული ინდუსტრია და ეკონომიკა. მაგრამ რა არის მიზანი დღეს? რა არის საზოგადოების მიზანი დღეს? რამდენმა ადამიანმა იცის ამის შესახებ საქართველოში? ჭამა და ძარცვა? მხოლოდ ჭამა და ძარცვა? მხოლოდ ეს არის? სხვა რას მეთქვით? ხალხისა და ქვეყნის მომავლის ძარცვა? აქამდე დავაკნინეთ ქვეყანა და ხალხი? აქამდე დავიყვანეთ ეროვნული ინსტინქტები? თუ ასია მართლაც? მე ვწუხარ და უნდა გითხრათ, რომ მომავალი არ გვექნება. და თუ ამ აზრში ნახევარი მაინც არის სიმართლე, ჩვენ მომავალი არ გვექნება. დიდი მწუხარებით ვამბობთ. ჩვენ გავფლანგეთ
ჩვენი წინაპრების და წინათაობების მიერ შექმნილი დიდი ქონება, დიდი მემკვიდრეობა, მაგრამ ვერასდროს მივახციეთ იმ კომფორტს და იმ მომავალს და იმ მომავლის ნდობას, რასაც ამჟამინდელი ეკონომიკური კურსის მომხრეები გვირდებოდნენ. ესეც ხომ სიმართლეა. თუ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 1992 წლიდან ვერ დავინახეთ რა სისტემაში აღმოჩნდით და რომ ეს არ გვაძლევს არანაირ პერსპექტივას და მომავალს, რატომ ვარიდებთ თავს ამაზე საუბარს? ესეც სწორედ აწყობთ იმ მმართველ პარტიებს და იმ ოლიგარქიას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ერთ კაცს არ გაეჭაჭადნენ პოლიტიკურ არენაზე და სივრცეზე, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა. აი ესეც რეალობაა და საქართველოს მოსახლეობამაც და საზოგადოებამ მთლიანად გადააკლაპა ეს საკითხი. არადა თითქოს ყველას ყველაფერი ესმის. ყველას აქვს შედარების უნარი და ყველას შეუძლია შეაფასოს განსაკუთრებით უფროს თაობას, ჩემ თაობას და თუნდაც მომდევნო თაობას, რომლებიც შეესწრნენ იმ ეპოქას. რამდენად განსხვავებული ადამიანების ურთიერთობა, ადამიანების დამოკიდებულება საკუთარ სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან და რა არის დღეს. რეალურად ქვეყანა ხო მძარცველების ხელშია. მძარცველების. და ვინც კი გამოჩნდება და იტყვის ამის შესახებ, ხმამაღლა დახურული აქვს ყველა კარი. არა მარტო სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებში, არა მარტო მედიაში, არამედ ეშინიათ მათთან საუბარი უბრალო მოქალაქეებსაც. აი ესეც რეალობაა. ისე დააშინეს საქართველოს საზოგადოება. შეხედეთ, ვინ დანიშნა არაფორმალურობა მმართველობა მთავრობის სამართლად. მხოლოდ იურისტები. მაგრამ ქვეყანა საკლია სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, განვითარებისა და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის პერსპექტივები. ანუ ის რომ იურისტები არიან ხელისუფლებაში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება სამართლიანი და სამართალზე დაფუძნებული. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია როგორი პასუხისგებლობის მატარებელი პოლიტიკოსები და ადამიანები არიან ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ჩვენ ხომ ვნახეთ ამ ათეული წლების მანძილზე და განსაკუთრებით ეს ბოლო 12-15 წელი, ისინი მხოლოდ იურიდიულ აკრობატიკაში არიან ჩემპიონები, როგორც ჟონგლიორები ცირკის არენაზე და არა ქვეყნის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მშენებლობაში. ამიტომ მათი იურიდიული განათლება, დიპლომები და სამეცნიერო ხარისხები სულაც არ წაადგა საქართველოს დადებითად. პირიქით, აი ამ პროცესუალურ საკითხებს გადააყოლეს მთელი ქვეყანა და ვერც ერთი მიმართულებით, ვერც ეკონომიკურად და ვერც პოლიტიკურად ვერ განვითარდა ქვეყანა. მე ადრეც მithქვამს, არ შეიძლება იურისტებს ჩააბარო ქვეყანას სამართალად. არ შეიძლება. სჯობდა მეტი ეკონომისტი და ტექნოკრატი ყოლოდა ხელისუფლებაში და პარლამენტში, ვიდრე იურისტი. იმიტომ რომ მათ აქვთ ძალიან ვიწრო ხედვა თავისი პროფესიიდან გამომდინარე. და მე არ მინახია რომელიმე იურისტს შეექმნას რაღაცა ახალი ისეთი მოდელი, რომელიც სრულ გარდაქმნას მოახდენდა ეკონომიკური და სამრეწველო სისტემის. არა, ეს მათ არ სძალავს. ისინი უნდა იყვნენ შემსრულებლები და არა იდეოლოგები. აი ეს არის პრინციპული განსხვავება. იურისტები გვყავს ბევრი, მაგრამ არც სასამართლო, არც სამართალია ქვეყანაში, არც კანონები მუშაობს. და ყველა ძალოვანი სტრუქტურა არის უკანონო ველზე გასული და პრაქტიკულად სჩადის ერთი მეორის მიყოლებით არა თუ გადაცდომას, არამედ ხშირად უკანონობას. ესეც იურისტების ქვეყანა. მინებით, ჩვენი მეზობლების შემოსავლის დონე დღეს ჩვენსას მნიშვნელოვნად აღემატება. თუ მათ შექმნეს ეკონომიკური სასწავლებელი, არ ამბობენ. რა მათი ჩინოვნიკები ნაკლებს იპარავენ? არ ამბობენ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ნაკლებს, არამედ მეცაც. მათ უკეთესად ესმით თავისი ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობა, ვიდრე ქართულ პოლიტიკურ ტიტრებს, რა თქმა უნდა. მაგრამ მათ იციან, რომ თუ საკუთარი მოსახლეობის
ძარცვაში ზღვარს გადავდნენ, მათ ოჯახებთან ერთად ჩანგალზე წამოაგებდნენ, ან ჩამოახრჩობდნენ. აი ეს არის პრინციპული განსხვავება. შეძახილებით ვერაფერს ვერ უშევით. ვერც კანონების შეცვლით ვერაფერს ვერ უშევით. საზოგადოება და ხალხი მათ მოსთხოვს პასუხს. არა მარტო მათ ოჯახებსაც კი. და მაშინ დაფიქრდებიან, სანამ კიდევ ახალ უბედურებებს ჩაიდებენ. აი ეს არის პრინციპული განსხვავება. თორემ ფინთოს ძახილით თქვი ასეთებო, თქვი ისეთებო, ხედავთ, იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული და სქილი ტყავია ადამიანის კანის მიგებთ. მე მინდა რომ ამას იფიქროთ. როდესაც პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ხალხს მოსახლეობას პატრიოტიზმისკენ მოუწოდებენ, ყველას მაშინვე ავტომატისკენ გაუქმის ხელი, რომ ესწროს ამ ეგრეთ წოდებულ პატრიოტებსა და მათ მფარველებს. და სწორედ ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას პატრიოტიზმისკენ. მაშინ, როცა ისინი კრიმინალური ფულით და ქონებით ვერ გაცხადენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბინებიდან, სარდაფებიდან თუ ავტოფარეხებიდან ქვეყნის ფული და ოქრო ამოიღეს, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად მათ მოპარეს, წაართვეს და წაგიჯეს ქვეყანას. ამაზე არსებობს დაიღალ მოგესწრება იმის შესახებ საუბარი. ამიტომ ის რაც მოპარულია, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მათ მიიწვეს. და თუ ამაზე საზოგადოება მარისაუბრა, ეს შერჩება ხალხურად. უნდა იცოდეთ ამის შესახებ. თქვენ ანახი გაქვთ უყელას ამ ფულისა და ოქროს ამოღების კადრები, მაგრამ კიდევ რამდენი არ გინახავთ. აი ამის შესახებ. და ვის შეუძლია ასეთი ახალი შოუ გაჩვენოთ? მართალია, მხოლოდ მას, ვინ შეუქმნა მათ ეს შესაძლებლობა. და სათანადო დაწვრილებით იცის, როდის, საიდან და სად აიღეს რამდენი. და ისიც კი იცის, სად მიიტანეს და ვის გაუქმეს. და ალბათ ამის ჩანაწერებიც გააჩნია. და თუ ეს იცის და ამის ლიკვიდირებას არ ახდენს, მაშინ რა მიზნით ინახავს მათ? აი ეს არის საკითხი. მას ხომ ძალიან ბევრი მასალა აქვს თავისი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების შესახებ. ანუ ეს არის ერთ-ერთი მართვის ინსტრუმენტი. და აწყობს ქვეყანას ამ ვითარებაში ცხოვრება, აწყობს საქართველოს საზოგადოებას ასე გააგზავნოს ცხოვრება, შოუდან შოუმდე, ერთი ჩვენებიდან მეორე ჩვენებამდე, ერთი ჩხრეკიდან მეორე ჩხრეკამდე, ერთი ჩინოვნიკ პოლიტიკოსის განთავისუფლებიდან ან დაპატიმრებიდან მეორემდე. ამ რეალობაში, ამ რეალიტი შოუში გაცხოვრებს. და გაცხოვრებს თქვენს უყელას. ან იმ საკითხით თუ ინტერესდებით, რაც თქვენს არაფორმალურ მმართველს, არაფორმალურ მონარქს ფული წაართვეს. ან რაც დაკარგა რითი და როგორ ინაზღაურებს ამას. არ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის ის კითხვა. ახლაც შოულობს ფულს თუ სკივრებიდან ხარჯავს. დაკიმალოსავთ ამ კითხვას საკუთარ თავს. მხოლოდ ძველი ფულით საზრდოობს და თუ აკეთებს ფულს კიდევ სად, საიდან, ვისგან და ვინ ყავს ხელის ბიჭები ამისთვის. ერთი უკეთ აგერ დააპატიმრა, მოწველა, წაართვა და მერე გაუშვა. ახლა ვინ ეყოლება რიგში? არა და იცით რა არის რეალობა? რეალობა ის არის, რომ ის თქვენგან მონების დაპარსვისგან აკეთებს ფულს. როდესაც ის ქვეყნის ენერგორესურსების 20%-ს ხარჯავს ბიტკოინების წარმოებაზე და კოლოსალურ ფულს პრაქტიკულად უფასოდ იღებს, რადგან მას აქვს სპეციალური შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ჭირდება მას, რა თქმა უნდა. დიახ, ეს ასეა. მას აქვს შეღავათიანი ტარიფი. მაგრამ სანაცვლოდ ამისა, ის თქვენ გიზრდით ელექტროენერგიის ტარიფს. დიახ. და იცით რატო? უნდა გითხრათ სიმართლე. იმიტომ რომ ის უკვე დიდი ხანია თქვენ ადამიანებად არეთვლებით მისთვის. და რა არსებობად გთვლით ის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს განსაზღვროთ და თვითონ მოუნახოთ სახელი, რას გიწოდებენ ის და მისი გარემოცვა კულუარებში. დიახ, შეგიძლიათ ეს მიიღოთ, შეგიძლიათ არა, ეს თქვენი ნება.
მაგრამ ისე როგორც თქვენ გექცევათ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მოგიხსენიებთ ისე, როგორც თვლის რომ დაიმსახურეთ. ეს რეალობაა. ისიც ფაქტია, რომ თავისი ქცევით ის გაჩვენეთ, საერთოდ ადამიანებად არ ვწვდით. პრაქტიკულად პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლის პირველივე დღიდან. მან უკვე იცოდა, ვისთან ექნებოდა საქმე. იმიტომ რომ საკმარისად ივარჯიშა მართვის პროცესში, როგორც შევარდნაძის ბოლო პერიოდში, ბოლო წლები, ასევე სააკაშვილის პერიოდში, როდესაც არაფორმალური მმართველი იყო მის დროსაც, სოროსის სახელით და მას შემდეგ ხო ივარჯიშა და პირველივე განცხადებები რაც გააკეთა, საზოგადოებამ უკმაოდ გადაყლაპა ყველაფერი და ხელშიც ის შერჩა, რაც საბოლოოდ დაუთოვეს. როგორ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, როდესაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკამ ქვეყანა და მისი მთელი ხალხი ფაქტობრივად არაფორმალური მმართველისა და მისი შთამომავლობის დონორებად აქცია. საკუთარ მოქალაქეებს კი ღირსეული ცხოვრების მომავალიც კი წაართვა. ქვეყანა დღეს სამწუხაროდ ეროვნული კატასტროფისკენ მიექანება და თქვენ კიდევ სასწაულს ელოდებთ. ვიღაცა გამოსწორდება, ვიღაცა ერისა და ქვეყნისკენ შემოტრიალდება, ეს ხომ სრული აბსურდია. და იმას ელოდებით, რომ ვინმე რამე თქვენთვის სასიკეთოდ გააკეთოს და თქვენ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება მოგიტანოთ. აი ეს მიამიტობა საოცრება, როგორ თავსდება ქართველი ადამიანის გონებაში და სულში. და რატომ არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იმას, რასაც ხედა და რაც გსურს და რასაც გიყვებიან და მაცივარს ვაღებ რა ხდება შიგნით. ეს სასწაულია. ურთიერთწინააღმდეგობაში ცხოვრობს ქართული საზოგადოება და ვერაც უბიერებს იმას, რომ ამდენი ათეული წლების მანძილზე ატყუებენ. შეუძლებელია. ატყუებენ, პატივს არსებენ, სრულად იგნორირებენ მის ინტერესებს და მაინც ასეთი დამოკიდებულებაა, რომ რაღაცის მოლოდინში ხარ, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება. რანაირად, ვის საფუძველზე. ასე ვერაფერი შეიცვლება ამ სისტემაში ქართველებისა და საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ არაფერი არ შეიცვლება. სამწუხაროდ. მთელი გულის ტკივილით ვამბობ. ეს რეალობაა. მე ვიცი, რომ ახლა მერე მომწევენ, მაშ რა ვქნათ, მაშ რა გავაკეთოთ. ისე ფორმალობისთვის მომწერენ და დაწერენ კომენტარებში. მაშ რა ვქნათ და რა გავაკეთოთ. თვითონაც კარგად იციან, მაგრამ თვითონ არ უნდათ ხმამაღლა ამისი თქმა. ყოველთვის უნდა გამოინახოს სხვა, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მე ხო უბრალო ადამიანი ვარ ითქოს, მე რა შემიძლია. ოდეში სწორედ იმიტომ გექცევიან ასე, რომ ასე ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ხარ და შენ არაფერი შემიძლია. არაფერი შემიძლია, ამიტომ მიიღე ის, რასაც იმსახურე. აი ეს არის მათი პასუხი. თქვენ იცით, რამდენ ადამიანს ვკარგავთ ყოველწლიურად, რა? გაგიგონიათ და იცით ამის შესახებ? რა თქმა უნდა იცით. და რამდენი გარეშე პირი იკავებს მათ ადგილს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში. ან ამის შესახებ იცით? რა თქმა უნდა იცით, გაგიგიათ. ძალიანაც რომ აარიდო თავი, მაინც გაიგებთ ბიზუგლებისგან მაინც. ან სამსახურში თუ გაქვს სამსახური. თუ ვერ ხვდებით, რომ მას არ შედება მოსახლეობა, რომელსაც მთავრობა და მმართველი ელიტა უნდა უჭერდეს მხარს, არამედ თქვენს ადგილას გარეშე პირები სჭირდება, რომლებიც მოვლენ ფულით, ბინებს იყიდიან, თუმცაც აქვე დახარჯება. პასუხობით რომ თქვა, სანამ ის თავის ძალაუფლებას, თავის შვილებს გადასცემს, ის გეგმავს მოსახლეობის 25-30%-ით პრაქტიკულ ჩანაცვლებას, რომელიც მოსახლეობის ბირთვი გახდება, როგორც შემოსავლის გენერირების მთავარი სეგმენტი. დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა კი სამხედრო და მომსახური პერსონალი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შვილებს არა მხოლოდ კაპიტალს დაუტოვებს, რომელიც ასე დაუცველია თანამედროვე სამყაროში, არამედ მომგებიან საწარმოს, სახელად საქართველო, საკუთარი რესურსებითა და დაცვით. ეს იქნება
ერთი დიდი საწარმო, მთელი რეგიონის მარგალიტი, რომელიც მოემსახურება მის ოჯახს და ეს იქნება გამაგრებული, გამყარებული, შეიარაღებული ძალებით, არავინმესთან საომარ, არამედ თავდასაცავად საკუთარი მოსახლეობისგან. იმიტომ რომ სხვა ომის მომგები საქართველოს არ არის, რომ შეზღუდული აქვს შეიარაღებული ძალების გაზრდა და შეიარაღება 2008 წელს ხელმოწერილი ომის შეწყვეტის ხელშეკრულებით. და როგორც ჩანს, ის თქვენი არაფორმალური მმართველობა სრულიად წაშლის მოსახლეობის ეროვნული ღირსების გრძნობას და არამოქალაქეებისთვის შექმნის განსაკუთრებულ ოაზისს, რომელიც მის მიზეზს ილოცებენ, რომ ისინი შეიფარა და თანაც დაასაკა. და მეორეც არის, გაიხსენოთ ბენიამინ ნეტანიაჰუს პროექტი დიდი იერუსალიმის შესახებ, რომელშიც არა მარტო უკრაინა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასია მათ შორის, არამედ საქართველოს დასავლეთ ნაწილიც შედის, ასევე თურქეთის გარკვეული ნაწილიც და ასე შემდეგ. ანუ ეს გეგმები ასეთ წასულა და თუ ასეთი მმართველობა იქნება, რომელზეც ვისაუბრე, ის ადვილად შეერწყმება იმ დიდი იერუსალიმს, რომელიც რა თქმა უნდა მითიურია და არასოდეს არ არსებობდა, მაგრამ მათ ეხერხებათ მითი ნაწილობრივ მაინც მიაღწიონ ამ მითის განხორციელებას. როგორც შეიქმნა თავის დროზე ისრაელი. ყველა ვიცით, ესეც გარკვეულწილად მითი იყო, მაგრამ შეიქმნა. ეს რეგიონში ლიდერობას. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თანაც უნდა შევხედოთ ყველგან ნიშნავენ მმართველებს, როგორც უკრაინაში, ეს ალბათ სხვა ქვეყნებსაც მოუწევთ, საქართველოში, ალბათ სასურხეთშიც მოხდება ეს, აზერბაიჯანში უკვე ეს არის. და თუ მათ მოახერხეს სიონისტებმა და ყველგან დასვეს თავისი კაცი, მაშინ კარგად მიყოლით. და სანამ ეს მოხდება, მანამდეა საფიქრი და სამოქმედო. ამის შესახებ მე ღიად ვსაუბრობ და თქვენ იცით, რომ მე არასოდეს გამილაშქრია, მითქვია აუგი ებრაელი მოსახლეობის, ანუ ებრაელი ეთნოსის წინააღმდეგ პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემდა, ძალიან მრავალი წელია ბავშვობიდან პრაქტიკულად მეგობრობ მათთან, მაგრამ დღეს ლაპარაკია სიონიზმზე და არა უბრალოდ ებრაელ ერას და არა ებრაულ ერას. ეს არის პრინციპული განსხვავება. თქვენ იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად 10,000-ობით ადამიანით მცირდება, რომ ყოველწლიურად მთელი რეგიონის მოსახლეობა საკუთარი ისტორიასა და კულტურასთან ერთად ქრება. იცლება სოფლები და ეს სოფლები იყო ყოველთვის საყრდენი ქართული რეალობის, ქართული მიწის, ქართული სახელმწიფოს. კიდევ რა უნდა გააკეთოს არაფორმალურ მმართველობა, რომ გამოფხიზლდეთ. რა მაინცა და მაინც უნდა შემოიჭრას თქვენ სახლებში და შვილებთან ერთად გაკაოპატიურონ თქვენ და თქვენი ოჯახი, რომ გამოფხიზლდეთ და აზრზე მოხვიდეთ. თუ ამას ელოდებით, უნდა დაგამშვიდოთ, რომ ამას ისედაც აკეთებს ყოველდღიურად, თუმცა სხვა ფორმით, მაგრამ არ გქრთებთ ამისი დანახვა, ძალიან ბევრს. უკვე ძალიან ბევრი გამოფხიზლდა, მე ვიცი. და ალბათ გჭობენ კიდევაც და ფიქრობენ, როგორ განთავისუფლდნენ და როგორ გაანთავისუფლონ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. რასაც ვამბობ, არ ვარ მართალი. დამიწერეთ, თუ არ ვარ მართალი. მხოლოდ სამართლიანად დაწერეთ, ყოველგვარი გადამეტებების გარეშე. ერთ რამეს გეტყვით, თქვენ განზრახ აბრუნებთ თავს სხვა მხარეს, რომ არ დაინახოთ როგორ გექცევიან თქვენ და თქვენს ოჯახს. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა გითხრათ. ეს ძალიან ბევრს ეკუთვნის, რასაც ვამბობ. ყველას არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრს ეკუთვნის. იმიტომ რომ იცხოვრო პრინციპით, ვერ ვამჩნევ, ვერ ვხედავ, არ ვიცი, არ გამიგია. თუნდაც აგერ ცხვირწინ დაუდო და აჩვენო, მაინც პრინციპულად იტყვის უარს, არ აწყობს. იმიტომ რომ ამის შემდეგ უნდა გადავიდეს ქმედებაზე და აი საკუთარი თავის არ შეერა. ამიტომ ვერც ქმედებაზე გადავა ასეთი ადამიანი. ამიტომ ის არის ბალასტი. ის არის ბალასტი
ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამიტომ თუ ქართველები განზრახ აბრუნებენ თავს, რომ ვერ დაინახონ და ვერ გაიგონონ, მაშინ არც ის გაგიკვირდეთ, რომ უფრო მკაცრი ქმედება იქნება თქვენი მისამართით. და ეს შეეხება სულ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც უმცირესობაში არიან და შეუძლიათ თვალებში შეხედონ რეალობას. ამიტომ ვიმსახურებთ იმას, რაც თქვენ თავს ხდება. მაგრამ მე მიკვირს, რატომ წირავთ თქვენ შვილებს ასეთი მომავლისთვის. სრულად დაკარგეთ თვითშეფასება და თავმოყარეობა. არ მინდა ამისი დაჯერება უბრალოდ. მე ვფიქრობ, საკმარისზე მეტი გითხარით, ჩემო მეგობრებო. და შეიძლება გულიც გატკინეთ, მაგრამ მე ეს ბოროტი განზრახვით არ გამეკეთებია. მე ეს სიძულვილით არ გამეკეთებია. მე ეს მხოლოდ ჩემმა პატივისცემამ და სიყვარულმა გამაკეთებინა. რომ გითხრათ ის ძალიან ბევრს ეკუთვნის ის, რაც დღეს ვისაუბრე. არა ყველას, რა თქმა უნდა. ამიტომ მინდა რომ საქართველოს საზოგადოებამ გამოიღვიძოს, ქართულმა ადამიანმა გამოიღვიძოს და სათქმელი თქვას, რაც ის სწორედ ის, რაც სჭირდება ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. გონიერი ადამიანები გაიგებენ და გამიგებენ, რატომ ვისაუბრე ასე. და სხვასაც აუხსნიან ამის შესახებ. დანარჩენზე რა მოგახსენოთ? ვინც გადარჩებით, კარგად გინახეთ. არა და მინდა რომ ყველა გადარჩეთ. ნახვამდის.